სულ ღიმილით ჩავამთავრე პირველი სერია. მიყვარს ახალგაზრდული ფილმები და სერიალები. კოლეჯის ციებ-ცხელება ის მუხტი მეც გადმომედება ხოლმე. პირველი სერიის შეფასებით სერიალზე კამპუსს მიღმა დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. ერთი შეხედვით მსუბუქი მოვლენების მიღმა სირთულეები და ტკივილებით იმალება. გარეტის მამა, დიდებული ფილ გრეჰემი, რა თქმა უნდა უკვე მძულს, რაც სოლის მოყვანა და ბედნიერი ცხოვრება, როცა ასე სასტიკად ექცეოდა თავის ცოლს, რამაც დიდი ალბათობით გამოიწვია გარეტის დედის ავადმყოფობა და საბოლოოდ სიკვდილი. თავად გარეტი მიზანდასახული მშრომელი ადამიანია, მთელ რესურსს დებს სპორტში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასტიკი მამა ჰყავს, მაინც იმას ცდილობს ბავშვობიდან, რომ როგორმე თავი მოაწონოს. ცხადია, ეს ტრავმაა. იმედი მაქვს, ჰოკეის მოთამაშე მხოლოდ მამის გამო არ არის და რეალურადაც ეს არის მისი მოწოდება. იმდენად დიდ რესურსს დებს ამ ყველაფერში, რომ საპირისპირო მოცემულობა სამწუხარო იქნება. ჰანა კიდევ როდის მიხვდება, რომ იმ მუსიკოსზე არ გადაიციკლოს და აგერ მშვენიერი ბიჭი აღმოჩნდა მის გვერდით. საერთოდ ვერ მომხიბლა ბატონმა მუსიკოსმა. ჰანაც მიზანდასახული ადამიანია, უკან არ იხევს ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ბოლომდე იბრძვის მიზნის მისაღწევად. მეგობარს რომ დაუმალა უმაღლესი შეფასება რაღაც მომენტში გასაგებია, არ უნდა და გული დაეწყვეტა, თუმცა ზოგადად ვფიქრობ, მსგავსი რაღაცების დამალვა მიზანშეწონილი არ არის. ერთი მომენტი, მატჩის დროს ერთ-ერთმა ბიჭმა ჩაუარა ჰანას და რაღაც უსიამოვნო ფაქტი გაახსენდა. მალე მინდა გავიგო, ვინ არის ეს ბიჭი და რა მოხდა მასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ამ საკითხს დროულად გაშლიან. ვინც უკვე გაარკვიეთ, არ დამიწეროთ, ჩემით ვნახავ. დაჰო, ის ბიჭი მომეწონა მგონი ჯონ ლოგანი, სახელები ჯერ ვერ დავიმახსოვრე. სიმპათიური კი არის, მაგრამ კარგი მეგობარია და ამიტომ. წავედი ახლა მე მეორე სერიას უნდა ჩავუჯდე, ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ ეს სერიალი კინოლაბზე გადაგამისამართებთ. მადლობა რომ მიყურეთ, გამომიწერეთ და მადევნეთ თვალი.